გამარტივეს დასადგენია ვინ მართავდა ბოლო და მეორე მანქანას ხა რადონის აბსურდში შევიდა ხა ქალბატონინანა რაც შეეხება იმას რომ კამპანია მადროვე ერთი რაც შეეხება კამპანიას დიახ ეს გეთახმებით ეს არის მიზანმიმართული კამპანია არის ნამდვილად რომელსაც მივიყვანთ აუცილებლად მივიყვანთ მამსირაშვილთან მიმართებაში განსაკუთრებით აუცილებლად ამ მიზანმიმართულ კამპანიას მივიყვან მის ლოგიკურ დასასრულამდე რომელიც აუცილებლად დამთავრდება თქვენი და თქვენი მეგობრების იმ კომისიის წევრების პასუხისგებაში მიცემით აი ეს დაიმახსოვრეთ თქვენ აუცილებლად აგებთ პასუხს აი ამ დანაშაულისთვის რომელიც თქვენ მეგობრებთან ბესელიასთან კობახიძესთან და დანარჩენებთან ერთად ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე აი ის რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ კახიშვილი და ასე შემდეგ და სხვები კიდე ვინც იყავით იმ ავადსახსენებელ კომისიაში ყველანი მიეცემით პასუხის დიახ აუცილებლად თქვენ მიეცემით პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემით დიახ ლოგიკასთან ახლოს კი არა ეს იქნება ეს არის თქვენი გასამართლების ღამე ეწყება დღეს კაბატონენა თქვენი და თქვენი მეგობრების რომლებაც შექმნით ეს შავი კომისია საიდანაც ბატონო მერაბ აი თქვენი შავი საქმეები გახტანათ აი როგორი ინფორმაციები გამოდის რაც უფრო მე განვიხილავთ აი ამ საქმეს რაც უფრო შევდივართ შესწავლაში მით უფრო რაღაც ინფორმაციები გამოდის არნახული სასწაულ დაუჯერებელი როგორ შეიძლება ადამიანმა საქართველოს მოქალაქედ ასე მოექცეს საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორისტი რომელიც ტერორისტი არის შენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებში დიახ ჯაშუშები მათ შორის მისცე პოლიტპატიმრის სტატუსი განა მარტო გაუშვა ციხიდან მარტო გაშებაზე არ არის ლაპარაკი მისცე პოლიტპატიმრის სტატუსი წარმოგიდგენიათ რა სამარცხვინო რაღაც დამართეს ამ ქვეყანას ეს არის ფაქტი, რომელსაც დაჭირდება 10 წლეულები, რომ ეს ჩამოირეს ხო საერთოდ დიახ, ძალიან მალე თქვენ წარდგებით მართლმსაჯულების, ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ეხლა რაც შეეხება, მე ასევე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი. დიახ, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაზარალდა აი ამ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრებით და მათგან არის ზოგი თაღლითები, უამრავი თაღლითია, უამრავი რაღაც სხვადასხვა დანაშაული. ყველა დაზარალებულს შეუძლია მოგმართოს ჩვენ ყველა ინფორმაციას მივიღებთ და აბსოლუტურად ყველას დაუდგებით ბოლომდე და საბოლოოდ დიახ აი ამ მიზანმიმართულ კამპანიას რომელიც მიმართულია ჭეშმარიტების დადგენისკენ აუცილებლად მივიყვანთ. აღიარა კაცმა რომ არა მიზანმიმართული. დიახ, რა თქმა უნდა აპა. შეკრული მიზანმიმართული კამპანია ჭეშმარიტების უჩვენოთ ერიქით ბატონ ზვიათს როგორც ნუ ნახოთ იმედია საბოლოო ჯამში სასამართლო ან გამოძიება ამ თემას დაადგამს. აუცილებლად დაადგამს. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ის მივა ბოლომდე და დღევანდელი უხერხემლობა რომელიც ხელისუფლება